ეგრისის სამეფოს ციხეებიდან სპეციალური დანიშნულებით გამოირჩევა ზღვის სანაპიროზე განლაგებული სიმაგრეები. მათში განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა ციხის ძირს, პეტრას. ციხის ძირი ქართულ მატიანეებში არ იხსენიება. იგი მხოლოდ იმდროინდელ ბიზანტიურ ნაწერებში გვხვდება, როცა ბიზანტია და სპარსეთი ეგრისის დაპყრობას ცდილობდნენ. ბიზანტიელ ისტორიკოსთა ცნობები ძირითადად შეეხება მე-6 საუკუნის შუა ხანების ამბებს. პროკოპი კესარიელის ნაწერებიდან ჩანს, რომ აქ უმნიშვნელო სიმაგრე ყოფილა. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ კი გარეზღუდისა და სხვა მინაშენების საშუალებით გაამაგრა. ციხის ძირი იყო ლაზიკის ციხეთაგან ერთ-ერთი, რომელსაც წილად ხვდა ქალაქი გამხდარიყო. თუმცა ის ნანგრევები, რაც დღემდეა შემორჩენილი, არაფერს ბიზანტიურს არ ატარებენ და ანალოგიურია ლაზიკის ზღვისპირა თუ შიდა ციხეებისა. ციხის ძირის ციხემ, მაშინვე და მერეც, გვიან საუკუნეებში, მრავალი ცვლილება განიცადა. მისი ამ ადგილზე გაშენება შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან ეს პუნქტი სტრატეგიულად მიუვალად ითვლებოდა. ის კეტავდა იმ მნიშვნელოვან გზებს, რომლებიც შემოდიოდნენ სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ზეკარის უღელტეხილიდან. ისიც აღსანიშნავია, რომ პეტრა ციხის ძირს, როგორც მაგისტრალზე მდებარეს, დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ციხე-ქალაქის სასმელი წყლითაც კარგად იყო მომარაგებული. ისტორიკოსის ცნობით, სპარსელებმა რომაელები პეტრადან გამოდევნეს და იქ გამაგრდნენ. რომაელებს რომ სასმელი წყალი არ გადაეკეტათ, სპარსელებმა წყალსადენის შემომავალი ხაზი სამად გაყვეს. ტერმა პირველი ორი აღმოაჩინა, ხოლო მესამის არსებობას ვერ მიხვდა და ქალაქიც წყლით ბოლომდე მარაგდებოდა. როცა კოლხეთს სპარსეთის მეფე ხოსრო დიდი შეესია, სარდალი ანიაბედი გააგზავნა პეტრას ციხის ასაღებად. ანიაბედმა დავალება ვერ შეასრულა. მაშინ თავად ხოსრო მიადგა პეტრას დიდი ჯარით და ალყა შემოარტყა მას. სპარსელებმა ვერ შეძლეს მტრის ციხიდან გამოდევნა. ამიტომ ხერხს მიმართეს. მალულად გვირაბი გათხარეს და ერთ-ერთი კოშკის ქვეშ აღმოჩნდნენ. საძირკველს ქვები გამოაცალეს და მათ ადგილას შეშა ჩააწვეს, რომელსაც ცეცხლი წაუგიდეს. ცეცხლის სიმხურვალემ კედლების შეარყია და წააქცია. იგრძნეს რა ხოსროს მოახლოება. რომაელებმა თავადვე დაანგრიეს ქალაქის კედლები, სახლები გადაწვეს. ჩასხდნენ ხომალდებში და ტრაპიზონში გადავიდნენ. პეტრაში სპარსელები გამაგრდნენ. რომაელებმა მათ წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლები წამოიწყეს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს სარდალ დაგისტესა და ეგრისის მეფის გუბაზ მეორის გაერთიანებული ჯარი პეტრას კედლებთან დაბანაკდა. რადგანაც ბრძოლით ციხის აღება ვერ მოხერხდა, ზღუდეს ძირი გამოუთხარეს. პეტრას გალავანი დაეცა, მაგრამ სპარსელებმა არ მიატოვეს ციხე. საბოლოოდ რომაელებმა ალყა მოხსნეს და ფაზისისაკენ წავიდნენ. პროკოპი კესარიელის ცნობით 550 წელს, მაშინ როცა ხოსრო მეფესა და იუსტინიანე იმპერატორს შორის საზავო მოლაპარაკება მიმდინარეობდა, სარდალ ბესას რომაელთა მთელი ჯარით ალყა ჰქონდა შემორტყმული პეტრას ციხისთვის. რომაელებმა გალავანს ძირი გამოუთხარეს იქ, სადაც ადრე დაგისტემ გააკეთა თხრილი და ციხის ეს ნაწილი აიღეს. სპარსელებმა დანგრეული გალავანი აღადგინეს, თუმცა რომაელებმა ისევ გამოაცალეს ძირი კედელს. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. გამოყენებული იქნა სხვადასხვა მოწყობილობა ციხის ასაღებად. სპარსელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ბევრად მეტ რომაელს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, პეტრას ციხისათვის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა მაშინდელი მსოფლიოს ორ დიდ იმპერიას შორის 10 წელზე მეტ ხანს იმიტომ წარმოებდა, რომ მისი ფლობა სტრატეგიული და ეკონომიკური მდებარეობის გამო წარმატების საწინდარი იყო ეგრისის სამეფოს დასაუფლებლად.